საფარქვეშ ჯონ ბევირი თავი პირველი ღვთიური დაცვა ხშირად შემპარავ და ალერსიან ნათქვამზე მეტად ტკივნეულ სიტყვებს მოაქვს დიდი თავისუფლება და დაცვა სიტყვა საფარქვეშ უამრავ ვითარებას ერგება მისი ყველაზე მარტივი ფორმა ბავშვს აღწერს რომელიც თბილი გადასაფარებლის ქვეშ მოკალათებულა ან მშობლის მკლავებ ქვეშ სიფრთხისგან დაცულად გრძნობს თავს. მოქალაქის უშიშროებას ქალაქის პოლიცია ან არმია უზრუნველყოფს. იგივე დაცულობას გრძნობს ცხოველი, რომელიც ბუჩქნარში, გამოქვაბულში ან სოროში იმალება. ასევე ოჯახში. უშიშრად არის მყარ სახლს თავშეფარებული, როცა გარეთ ქარიშხალი მძვინვარებს. მახსოვს, რომ ბავშვობაში ისეთ ადგილას ვცხოვრობდით, სადაც ხშირი ქარიშხლები იცოდა. მთავარი ფანჯრიდან არაერთხელ გამხდარვართ შავი ღრუბლებით დაფარული ცის მოწმე და ამ სანახაობას შორეული ქუხილის ხმებიც ერთვოდა. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ ქარიშხალი ჩვენ თავზე ტრიალებდა მთელი ძალით. ცაზე გაელვებებს თითქმის მეყსეულად მოსდევდა ქუხილი. თავსხმაწვიმა ნამცეცა ჩაქუჩების მსგავსად აკაკუნებდა სახურავზე. ამ საშინელი ამინდის ფონზე ჩვენი სახლი უფრო მეტად უსაფრთხო და დაცული გვეჩვენებოდა. ფანჯრის იქით ყველაფერი სველი, ცივი და მეხის საფრთხის მომცველი გახლდათ. თუმცა სახლის სახურავი ჩვენს სიმშრალეს უზრუნველყოფდა და ქარიშხლის ტირანიისგან გვიცავდა. ჩვენ საფარქვეშ ვიყავით. ამ თემის გაგრძელება კიდევ ერთი ტერმინის მეშვეობით შეგვიძლია, რომელიც ინგლისურად საფარისა და ქვეშ სიტყვების გაერთიანებით მიიღება და ქართულად ფარულს ნიშნავს. ტერმინი აღწერს უსაფრთხოებას, რომელიც პიროვნების დაფარვით მიიღება. მაგალითად, ფარულ აგენტს თავისუფლად მოქმედების საშუალება ეძლევა და მტერს მისი აღმოჩენა არ შეუძლია. მისმა მთავრობამ გამოგონილი სახელით წარგზავნა და ახლა მტრულ არეალში თავისუფლად მოქმედებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა კონტექსტში გამოვიყენებთ ამ სიტყვას. ის ყველა შემთხვევაში გულისხმობს დაცვასა და თავისუფლებას. როგორ მიესადაგება საფარქვეშ ყოფნა ქრისტიანებს. დავითი ამბობს, უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული, ყოვლის შემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. ვეტყვი უფალს, ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი. 91 ფსალმონის პირველი და მეორე მუხლი. ისევ ვხედავთ დაცვას და მის საფარქვეშ. თუმცა ამ განცხადების მომდევნო სიტყვა დამკვიდრებული მეტად მნიშვნელოვანი კითხვის წინაშე გვაყენებს. ვინ არის დამკვიდრებული მის საფარქვეშ? წიგნი, რომელიც ახლა ხელთ გიპყრიათ, ხსენებული კითხვის პასუხს ეძიებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ღვთის საფარქვეშ დამკვიდრებული ის გახლავთ, ვინც ღვთის ძალაუფლებას ექვემდებარება. ადამი და ევა ედემის ბაღში თავისუფლებით და უსაფრთხოებით ხარობდნენ ღვთის საფარქვეშ. თუმცა შემეცნებისთანავე აღმოაჩინეს, რომ ზუსტად ის სჭირდებოდათ, რასაც თავი დააღწიეს, დაფარვა, დაბადების მესამე თავის მეშვიდე მუხლი. ღვთის ძალაუფლებისადმი დაუმორჩილებლობამ კაცობრიობას საამო თავისუფლება და დაცვა შემოაძარცვა, რითაც ოდესღაც ტკბებოდნენ. მოდით თვალი გავუსწოროთ ამ საკითხს. ძალაუფლება არც თუ პოპულარული სიტყვა გახლავთ, თუმცა მისი უარყოფით ან მის მიმართ შიშით მხედველობის არიდან ვკარგავთ დიდ დაცულობასა და სარგებელს, რასაც ძალაუფლება უზრუნველყოფს. ვკანკალებთ, რადგან მას ღვთიური თვალსაზრისით არ ვუყურებთ. ხშირად ძალაუფლებისადმი ჩვენი დამოკიდებულება ერთ შემთხვევას მახსენებს, რომელიც ჩვენს მესამე ვაჟს გადახდა. როცა ალეკი პირველ კლასში შევიდა, მასწავლებელთან ცუდი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. ის ქალი ყოველთვის ზღვარზე იყო. კაპასი და წყობრიდან გამოსული მასწავლებელი ხშირად უყვიროდა მოსწავლეებს. ალეკიც არაერთხელ მოხვედრილა მისი აფეთქების ეპიცენტრში, რადგან ყოველთვის შემოქმედებითი და ენერგიული იყო. წყნარად ჯდომას ლაპარაკი ერჩია. მისთვის სკოლა საოცარი სოციალური თავშეყრის ადგილი გახლდათ.
ზედმეტია იმის თქმა, რომ მისი ამგვარი ხედვა მასწავლებლის პიროვნებასა და მოუთმენლობას შეეჯახა. მე და ჩემს ცოლს არაერთხელ მოგვიხდა სკოლის შემდგომ კონსულტაციაზე დარჩენა. მასწავლებელთან ვთანამშრომლობდით და ალექს ვარიგებდით, რომ მის წესებს დამორჩილებოდა. მაგრამ მთელმა ამ დამთვრუნველმა პროცესმა სტრუქტურული აკადემიური სწავლების მიმართ მისი სიყვარული დააბრკოლა. შემდეგ სხვა შტატში გადავედით საცხოვრებლად და ალეკი იქაური სკოლის მეორე კლასში გადავიდა. იქ მას ზედმეტად საყვარელი მასწავლებელი დახვდა, რომელიც მეტისმეტად მგრძნობიარე იყო მოსწავლეების კარგი განწყობის მიმართ. ამ ქალის აზრით, ალეკის შესანიშნავი ბავშვი გახლდათ და მისი ხასიათიდან გამომდინარე მასწავლებელი ძალიან შეუყვარდა, თუმცა მთლად წავიდა ხელიდან და თითქმის არაფერს სწავლობდა. როგორც ჩანდა, ალეკი აკადემიური განათლების ბზარებს შორის იკარგებოდა. ამრიგად, ის ერთკარგ ჩარტერულ სკოლაში გადავიყვანეთ, სადაც აკადემიურ მოსწრებას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. აქ ალეკი ძალზე დაბნეული და იმედგაცრუებული იყო. იგი წარჩინებულ ბავშვებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც კარგა გვარიანად გაუსწრეს 2 წლით ბეჯითის სწავლით. ახლა ის ერთი კარგი და კეთილი, მაგრამ მტკიცე მასწავლებლის მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა. მალე გამოირკვა, რომ ალეკი სხვა მოსწავლეებს ჩამორჩებოდა. ისევ დაიწყო ხშირი, მაგრამ ამჯერად სასარგებლო შეხვედრები მასწავლებელთან. მედალიზაც დიდად ვიყავით ჩართული მის შრომაში. ყოველდღე სკოლაში სიარული და ყოველ საღამოს ზურგიდან მშობლების სუნთქვის შეგრძნება მისთვის მეტისმეტი იყო. ალექსი ხშირად იკეტებოდა. წრემლები ღვარად ჩამოსდიოდა და ისეთი გრძნობა ჰქონდა. თითქოს იძირებოდა. არადა სინამდვილეში წინ მიდიოდა. ერთ დღეს მისმა ემოციებმა ზედაპირზე ამოხეთქა. ძმები როლიკებზე სრიალის საღამოზე მიდიოდნენ, რომელიც სკოლაში იმართებოდა. ის კი სახლში უნდა დარჩენილიყო და დაუმთავრებელი დავალება შეესრულებინა, რომელიც მერხში შემალა. ალეკი ყოველგვარ გართობას მოკლებული იყო მასწავლებლის უამრავი დავალების გამო. მან ტირილის გარდა ვერაფერი შეძლო. დადგა კიდევ ერთი მამაშვილური დარიგების ჯერი. რამდენიმე სიტყვის შემდეგ პრობლემა დავინახე. ის თვლიდა, რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა. იმედგაცრუების ცრემლებმა გადმოხეთქა და არ ესმოდა თუ რას ეუბნებოდა მამა. დადგა მომენტი, როცა სათქმელი არც ერთს აღარ გვქონდა. მან თავი მხრებში ჩარგო და აქვითინდა. არასდროს დამავიწყდება, რაც შემდეგ მოხდა. იგი წამოდგა. თითქოს თავი ხელში აიყვანა. სახე მოიწმინდა და თავისი დიდი მუქი თაფლისფერი თვალებით ახლებურად თავდაჯერებული მზერით შემომხედა. ჩანდა, იდეა მოუვიდა, თუ როგორ გადაეჭრა არსებული პრობლემა და ცრემლები შეიშრო. იგი მხრებში გასწორდა, კლავები გადაიჯვარედინა და მძიმე ხმით მითხრა: მამა, რაღაც უნდა გითხრა. გახსოვს ჩემი კლასელი ჯესიკა, რომელსაც ექიმების არ სწამს. შემდეგ ცოტათი შეყოყმანდა და დაამატა: იცი მამა, მეც არ მწამს მასწავლებლების. ჩემთვის ძნელი იყო ამ დროს სიცილისგან თავშეკავება. მან წარმატებით გამაკვირვა, ალეკმა განაგრძო. თუ ჩემს კლასელ ჯესიკას ექიმების არ სჯერა, არც მე მჯერა მასწავლებლების. სიცილის შეკავება ვეღარ შევწელი. ეს რომ იმედგაცრუებულს ეთქვა, ასე სასაცილო არ იქნებოდა. თავარი მისი ხმის ტემბრი იყო. ალექს მართლაც ეგონა, რომ ახალი გამოცხადება გამიზიარა, რომელიც მის ყველა პრობლემას გადაჭრიდა. ისეთივე სერიოზული იყო, როგორც სასამართლოს წინაშე მდგარი მოწმე. რასაკვირველია, ამ შემთხვევით ვისარგებლე და ავუხსენი. სად აღმოჩნდებოდა მასწავლებლების გარეშე. ვუამბერ ავნახე, როცა აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, ანგოლაში ვიყავი წინა წელს და დამშეული ბავშვებისთვის საკვების დარიგების სადგურებზე ვმუშაობდი. ის ბავშვები რას არ გაიღებდნენ, რომ ალექსანდერის მსგავსი შესაძლებლობა ჰქონოდათ. ისინი სიხარულით შეხტებოდნენ სწავლის შანსის მიცემის გამო. რადგან კარგად ხვდებოდნენ მის მნიშვნელობას თავიანთი ოჯახების თუნდაც ერთი დღით რჩენის შემდეგ. ჩემი გრძელი ახსნა განმარტების შემდეგ ალეკმა ახალმოფიქრებული ფილოსოფია უხალისოდ დათმო და სამზარეულოს მაგიდას დაუბრუნდა.
დავალებების მთების დასალაშქრად. მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე ვფიქრობდი ჩემ ბიჭთან საუბარზე. და არ შემეძლო პარალელი არ გამევლო. ამ ამბავსა და ძალაუფლების მიმართ ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულებას შორის. ხშირად მსმენია უსიამოვნო ისტორიები ძალაუფლებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ადამიანის მიმართ უფროსები გაუმართლებელ სიმკაცრეს იჩენენ. სხვები ალექსანდერის მსგავსად ზემდგომებს სიამის მიღების დაბრკოლებად მიიჩნევდნენ სრული იმედგაცრუების გამო. თუმცა სინამდვილეში მშვენიერი ადამიანების ხელქვეით იმყოფებოდნენ. ამ უსიამოვნო გამოცდილებებმა შეფარული დამოკიდებულება წარმოშვა. ზემდგომების არაფერი მწამს, ანუ ზრდასრულთა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალაუფლებას არ დავემორჩილები, სანამ მასთან ერთ აზრში არ მოვალ. რას ფიქრობს ღმერთი ამ საკითხზე? უნდა დავემორჩილოთ თუ არა ძალაუფლებას მაშინაც კი, როცა უსამართლობას იჩენენ. რა ხდება კორუმპირებული ხელისუფლებების პირობებში? რა იქნება თუ ისეთი რამის გაკეთებას მოგთხოვენ, რაც არასწორად მიგვაჩნია? რა მოხდება თუ ცოდვაში ფეხის ჩადგმა გარდაუვალია? სად უნდა გაივლოს ზღვარი? გარდა ამისა, რატომ უნდა დავემორჩილოთ? აქედან რაიმე სარგებელი გვაქვს? ნუ თუ ღვთის სული არ წარგმართავს. ღვთის სიტყვას ყველა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხები აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია, რომლის დაწერაც ღმერთმა დამავალა, რადგან ბევრ საფუძვლიან პრობლემას განიხილავს, რომელთაც ადამიანები ცხოვრებაში აწყდებიან. რამ გამოიწვია ლუციფერის დაცემა? ამბოხებამ. რატომ შესწოდა ადამმა? ამბოხების გამო. რატომ ცდებიან ადამიანები ღვთის გზას? ამბოხების გამო. რაც მართლაც სერიოზულ მიდგომას მოითხოვს, ეს გახლავთ ამბოხების შემპარავი ბუნება, რომელიც აშკარად არ ყვირის. ამ წიგნში საკუთარი შეცდომების მაგალითებს მოვიყვან. არ გახლავართ ძალაუფლებას მოწყურებული ლიდერი, რომელსაც სამწყსოს, თანამშრომლებისა და ოჯახის სრულ მორჩილებაში მოქცევა სურს. მშვენიერი მსახურთა გუნდი და ოჯახი მყავს. არც ადგილობრივი ეკლესიის მწყემსი გახლავართ. ამრიგად, ვწერ როგორც ადამიანი, რომელმაც მრავალი შეცდომა დაუშვა. უფრო ზუსტად, მრავალი ცოდვა ჩაიდინა. 1980-იან წლებში ორ საერთაშორისო დონის ეკლესიაში ვმსახურობდი. მიღებული გამოცდილებიდან ყველაზე უმართლო შეცდომების დანახვა შევძელი. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ნებისმიერ იმ შემთხვევაში თავი მართალი მეკონა, როცა სინამდვილეში ასე არ გახლდათ. დიდად მადლიერი ვარ ჩემი უფლისა, რომ მისმა სიტყვამ ჩემი ფარულის რახვები გამოავლინა. ჩემი წრფელი სურვილია, რომ გადატანილი სირთულეებიდან გასწავლოთ და იგივე შეცდომებს აგარიდოთ. ვლოცულობ, რომ ჩემი უგუნურებიდან საჭირო მითითებები და ღვთიური მიგნება მიიღოთ და სარგებელს არ აცდეთ. ის, რაც მოგვიანებით გავიაზრე, ჩემი გამოცდილების შედეგად და ჭეშმარიტების გაცხადების პროცესში, მართლაც სასარგებლო და საოცარი აღმოჩნდა. მონანიებამ უსაფრთხოება და უზრუნველყოფა მოიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე მოხდება თქვენს შემთხვევაშიც. როცა ბიბლიურ და პირად მაგალითებს გაეცნობით, ამ წიგნის მეშვეობით, თქვენს გულს სინათლე მოეფინება. ზოგიერთი მათგანი უკვე არსებულ ცოდნას გაამყარებს, ხოლო სხვები გაგათავისუფლებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვლოცულობ, რომ უფლის სიტყვა თავმდაბლობით მიიღოთ, რადგან სწორედ ამის გადმოცემამ სურს გულით. ჭეშმარიტებასთან შეხვედრისას ორგვარი რეაქცია გვექნება. შეიძლება გაუბრაზდეთ და თავდაცვაზე გადავიდეთ. კაენის, ადამის ძის მსგავსად და უარი ვთქვათ საჭირო გამოცხადებებზე. დაბადების მეოთხე თავი. მეორე შემთხვევაში მოვიდრიკებით და გულს მოვილბობთ დავითის მსგავსად, რომელიც ნათანმა ამხილა. დაედ კიბირმა და მონანიებამ ღვთიური ხასიათის შეძენის ახალ საფეხურზე აგიყვანოს. მეორე სამუელის მე-12 თავი. ამ საქმეში დავითის გული ვიქონიოთ და უარყოთ სიამაყე, რომელიც ღვთიური უზრუნველყოფისა და დაცვის გეგმისგან ჩვენს ჩამოშორებას ლამობს. რა კი ერთხელ მიიღებთ ამ გზას, დაიმახსოვრეთ, რომ ხშირად დიდი თავისუფლება და დაცვა შემპარავ და ალერსიან ნათქვამზე მეტად მტკივნეულ სიტყვებს მოაქვს. როცა ბავშვი ვიყავი,
იმუნიზაციის მეორე საფეხურის აცრა მქონდა გასაკეთებელი. მეგობარმა მითხრა, რომ ძალიან მტკივნეული იყო. ამის გაგონების შემდეგ გადავწყვიტე, რომ აცრა ნებისმიერი საშუალებით თავიდან ამეცილებინა. ორ ექთანსვე ბრძოლე და ბოლოს ისინი დანებდნენ. მშობლებმა დამსვეს და ამიხსნეს, რა მოხდებოდა ტუბერკულოზის ვაქცინას თუ არ გავიკეთებდი. უკვე შევესწარი ჩემი დის სიკვდილს სიმსივნისგან და ვიცოდი, რომ მათ ჩემი დაცვა სურდათ. ისიც გავიაზრე, რომ ნემსი რაღაც დონეზე მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ უფრო დიდი ტკივილისგან დამიცავდა იმ შემთხვევაში, თუ საზარელი და შესაძლოა სასიკვდილო დაავადება შემეყრებოდა. როცა ამას მივხვდი, ჩემი ნებით დავბრუნდი ნემსის გასაკეთებლად. გაიხსენეთ ეს მაგალითი, როცა უხერხულ და ზოგჯერ მტკივნეულ იმუნიზაციის უნარის მქონე ჭეშმარიტებას შეხვდებით ღვთის სიტყვიდან. იცოდეთ, რომ თქვენი ზეციერი მამის გზები სრულყოფილია და რაც ერთ დროს მავნე და საზიანო გეჩვენებოდათ, რეალურად თქვენს დაცვას, კურთხევას ან სხვა ადამიანის გადარჩენას ემსახურება. არასოდეს დაივიწყოთ, რომ მისი სიყვარული ჩვენ მიმართ წმიდა, სრული და მარადიულია. სანამ წიგნში მოგზაურობას დავიწყებდეთ, ვილოცოთ. ზეციერო მამა, ჭეშმარიტების ჩემს წინაშე დამკვიდრება ნებისმიერ კომფორტსა და სიამოვნებაზე მეტად მწყურია. ამიტომ შენს ხელთ გადმოგცემ გულსა და სამშვენველს და დარწმუნებული ვიქნები, რომ შენი გზები სრულყოფილია. იმდენად შემიყვარე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენი ძე იესო გამოგზავნე ჩემთვის სასიკვდილოდ და საუკუნო სიცოცხლის მოსანიჭებლად. თუ კი ასე შემიყვარე, ნამდვილად გინდა დაასრულო ჩემს ცხოვრებაში შენს მიერ დაწყებული საქმე. გთხოვ, ამ წიგნის წაკითხვისას შენი სულით დამელაპარაკო და მაჩვენო შენთვის სასურველი გზები ჩემი ცხოვრებისთვის. ამიხილე თვალები და გამიხსენი ყურები შენი სიტყვის მოსასმენად. უფრო მეტად დამანახე იესო, ვიდრე აქამდე ვხედავდი. წინასწარ გმადლობ ამ წიგნის სიტყვის მეშვეობით ჩემში გაკეთებული საქმეებისთვის. ვლოცულობ იესოს სახელით. ამინ.